გაჩნდა კითხვები, სად არის ნაციონალური მოძრაობა და მისი ლიდერი, იმიტომ რომ ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში რაღაცნაირად არანაირი მოძრაობა არ ჩანს ოპოზიციური პარტიების მხრიდან. ერთის მხრივ მე ვიტყოდი, რომ შეიძლება კარგიც იყოს იმ თვალსაზრისით, რომ გამოჩნდა, რომ ნაციონალური მოძრაობა როცა არ აქტიურობს, მტერი გახდა ამერიკის შეერთებული შტატები, ახალი მტრის ხატი შეიქმნა, უკვე ნაციონალური მოძრაობა საკმარისი აღარ არის მტრის ხატის დასაკმაყოფილებლად, მაგრამ მეორეს მხრივ მოსახლეობას და ამორჩევლას აინტერესებს, რას აკეთებთ, როცა ქვეყანას გვაქვს ასეთი მძიმე პერსპექტივა, თუ ვერ შევასრულოთ ავტორიტარიზმის ძალიან მძიმე პერსპექტივა. რას აკეთებს ნაციონალური მოძრაობა, რას აკეთებდით თქვენ პირადად, როგორც ლიდერი მთელი ამ კვირაების განმავლობაში? დიდი მადლობა, პირიქით პატივია ჩემთვის ვიყო თქვენი სტუმარი და მქონდა შესაძლებლობა თქვენს მაყურებლებს თუნდაც ამ კონკრეტულ კითხვაზე პასუხი გავცე. უკანასკნელი დემოკრატიული პოლიტიკური პროცესი არ გულისხმობს მხოლოდ სატელევიზიო სტუდიებში ყოფნას და საჯარო პოლიტიკის კეთებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ არა უფრო მნიშვნელოვანია განსაკუთრებით, აი თქვენ რაც ახსენეთ, ავტოკრატიულ რეჟიმს როცა ებრძვი, შენ ძალიან ძლიერი საყრდენი ბურჯები გაგიჩნდეს როგორც პარტიას, რომელზეც თავდავლობის გარეშე გეტყვით, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ამ ბრძოლაში. პარტიაზე თუ პარტიის ბურჯებზე? პარტია იყოს მზად, მნიშვნელოვანი ორთაბრძოლებისთვის, მნიშვნელოვანი პოლიტიკური ორთაბრძოლებისთვის. ყოველდღიურ რეჟიმში დღემდე დაახლოებით 2000-მდე ადამიანს პირადად ხვდებით, შევხვდი უკვე და ვინ არის ეს ხალხი? არა. ხო, ვინ არიან ეს ადამიანები? ეს ხალხი ძირითადად არის ამ ეტაპზე მთელი კონცენტრაცია ჩემი არის თბილისზე, მიმაჩნია რომ თბილისზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი მეგობრები დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოში ამ პროცესში უნიშნულო როლს ითამაშებენ არავითარ შემთხვევაში, მაგრამ თბილისში თბილისელების კონცენტრაცია იქნება უნიშნულოვანესი და დავიწყე რეალურად კამპანია უკვე ერთი თვის განმავლობაში, რომ მკითხოთ რა კამპანიაა ეს? რა კამპანიაა ეს? ეს არ არის საარჩევნო კამპანია? არა, არ არის საარჩევნო კამპანია. ეს არის კამპანია კონკრეტული დემონსტრაციების მოსამზადებელი ეტაპი. კონკრეტულად ამაზეც გამიჭირდება პასუხისგაცემა, მაგრამ რაზეც არ გამიჭირდება პასუხისგაცემა, გეტყვით. ყველა სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად. პარტია ნაციონალური მოძრაობა. იქნება რიგ გარეშე არჩევნები და უნდა ვიყოთ მზად, როგორც არასოდეს. იქნება და გარდაუვალია საპროტესტო მოძრაობები და როგორც არასოდეს პარტია უნდა იყოს ძლიერ ფორმაში მოყვანილი და ავანგარდში იდგეს ამ ისტორიულ ეტაპზე და ამ ყველაფერს ჭირდება საუბარი პირველ რიგში საკუთარ ამორჩეველთან. შეიძლება გაგიკვირდეთ, ვკითხოთ კი, მაგრამ თქვენს ამორჩეველს სჭირდება შეხვედრა, თქვენს ამორჩეველთან საჭიროა საუბარი და დისკუსია? კი, იმიტომ რომ ეს არ არის პარტია, რომელსაც პასუხის რეჟიმში ხარ, თვითონ უსაუბრობ. კი, ეს არ არის პარტია, რომელსაც ყავს 10, 20, 30 ან თუნდაც 100.000 ამორჩეველი, ხო? ამ პარტიას ყავს უკვე მრავალფეროვანი ჯგუფი ამორჩევლებისა და აქტიურ წევრებს. პარტიის წევრებს ხვდებით თუ იმ ადამიანებს, რომლებიც ნეიტრალურები არიან პოლიტიკურად? პირველ რიგში, პირველი ეტაპი თბილისს მოვჭით, იმერეთს მოვჭით, პირველ რიგში საკუთარ აქტიურ პარტიის წევრებს. მნიშვნელოვანია, რომ ათასობით ადამიანმა ჩვენი აქტიური პარტიული წევრები μας ხედველობაში იცოდნენ ზუსტად რა არის პარტიული ამოცანა. ვიცოდეთ ზუსტად რა არის ჩვენი ხედვა, შეხედულებები და გეგმები მომდევნო თვეებთან დაკავშირებით. ეს ამ ტიპის საუბარი დიდი ხანია არ ქონია, ბევრი თვლიდა რომ ჩვენ ჯერ გარე ახალ მოკავშირეებთან უნდა გვესაუბრო, რასაც ვაკეთებდით, მაგრამ ვინაიდან პარტიამ უკვე შეიძინა ბევრი განსხვავებული ხარდაჭერთა ჯგუფები. პარტია აღარ არის ერთგვაროვანი ორგანიზმი ხარდაჭერთა თვალსაზრისით. 8-9 წლის წინ კი ბატონო პარტია მეტნაკლებად ერთი დიდი ჯგუფი, ერთი ტიპის ამორჩევლებით იყო დაკომპლექტებული, დღეს არის განსხვავებული. განსხვავებული შეხედულებები, განსხვავებული ხედვები, განსხვავებული იდეები, განსხვავებული ყველა პროცესთან დაკავშირებით. და მნიშვნელოვანია რომ ბირთვი 4-5 ადამიანის სახით იყოს ერთი მთელი და კარგი გაგებით ვიყოთ სწორად ყალიბში მოყვანილები და ვიცოდეთ რას ვაკეთებთ სექტემბრის თვიდან. ვიცოდეთ რას ვაკეთებთ ოქტომბრის თვიდან და მხოლოდ ეკა კვესიტაძეს
გადაცემიდან არ ვესაუბრო. აი ამ ყველაფრით ვარ დაკავებული და დავწმუნდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ცხარე კამათები, დისკუსიები, ასთან გასვლა გამოსვლა ეს არ არის 9 საათიანი და 1 საათიანი შეხვედრები. 2000-მდე ადამიანს შევხვდი მე პირად. მთელი აგვისტო და მიეძღვნება კვლავ მსგავსი შეხვედრების ჩატარებას და პარალელურად, რა თქმა უნდა, გარე აუდიტორიასთან უკვე პერსონალურად ახალმოკავშირეებთან ურთიერთობის დამყარება. ნაციონალურ მოძრაობაზე შეიძლება ვიღაცას მოეწონოს, არ მოეწონოს და რატო არ უნდა მოეწონოს? ნაციონალურ მოძრაობაზე იქნება ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული. ამ ყველაფრისთვის ვემზადებ. კარგი, მაშინ ეს ეკითხავთ, ეს ხალხი ყველაზე მეტად რა კითხვებს გისვავთ, იმიტომ რომ თქვით, რომ არის კამათი, დისკუსია, რა არის კითხვა, რომელიც ყველაზე ხშირად ისმება თქვენი თანაპარტიელების მხრიდან? სხვა საკითხი მინდა პოლარიზაცია. კი ბატონო, პოლარიზაციაზე ვისაუბრეთ, მაგრამ მოდი ესეც ანუ შიდა ნაციონალური მოძრაობა ეს 2000 პარტიის მიმართ მისი წევრების მხრიდან. 22 წელს ნაციონალური მოძრაობა და ეს არის ჩვენი ძლიერი მხარე, უკვე შედგება. ძალიან მნიშვნელოვანია, მინდა ეს აი თქვენც აგიხსნათ, სხვადასხვა ჯგუფებისგან მხარდაჭერა. სხვადასხვა, განსხვავებული ერთმანეთისგან. ამას აქვს ბევრი ფაქტორი, რამ განაპირობა ეს ყველაფერი. წარმოიდგინეთ, ერთ ძლიერ ფაქტორს გეტყვით, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში სამწუხაროდ ყველაფერს თავი დავანებოთ 500,000 ამორჩეველი, ანუ აქტიურ გულშემატკივარი პროცესების ქვეყანაში გარდაიცვალა. წელიწადში 50,000 ქართველი საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა, ამდენივე იბადება და ამდენივე აქტიური ამორჩეველი ყავს ქვეყანას. 500,000 ამორჩეველი ქვეყანა დაკარგა და ჩაანაცვლა ახალმა 500,000 ამორჩეველს შესაბამისად სამწუხაროდ გარდაცვალ 500,000 იმ ყოფილ აქტიურ მოქალაქეებში რამდენი ნაციონალური მოძრაობის ამორჩეველიც იყო, ხო? ეხლა 2003 წლიდან მოყოლებული ეს რაოდენობა კიდევ უფრო ბევრია. და მე დამჩა შტაბ-ჩებოდა შტაბ-ბიჭირება და დავინახე აქ ამის ძალიან დიდი აუცილებლობა ამ ტიპის შეხვედრებისა, რომ მცირე ჯგუფი თუ დიდი ჯგუფი არ გავძმოთ ეხლა რომ რამხელა ჯგუფი მაქვს ხედველობაში ნაციონალური მოძრაობის ერთგული ამორჩევლისა საჭიროებდა ახსნა განმარტებას, რომ რეალობა ჩვენს გარშემო ამ ხრივად შეიცვალა და უნდა მოვახდინოთ ადაპტირება ახალ რეალობასთან. არა მხოლოდ იმ ახალ რეალობასთან, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და მხოლოდ თბილისში 50% დაკარგა ქართულმა ოცებამ ამორჩევლებისა საკუთარი, ხო? პარტიის ყველა წევრი უკვე უნდა იცნობდეს საკუთარ ამორჩეველს. იმიტომ რომ ბევრი დრო გავიდა და არსებობს და იყო ეს პრობლემა ჩემს მიერ იდენტიფიცირებული ერთი ჯგუფი, რომელიც არ ცნობდა მაგალითად, ანუ არ უნდა და დაეჯერებია, ან არ ჯეროდა და მიხარია, რომ ყოველი შეხვედრამდე ვრწმუნდები, რომ ბევრი ადამიანი ამ რეალობას ადეკვატურად ახალგავს. რომ სხვა ჯგუფებიც არსებობენ, რომლებიც ასეთივე ხარდაჭერები არიან ნაციონალური მოძრაობის, მაგრამ შესაძლებელია და ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს ეს ჯგუფები არ ეთანხმებიან რიგ საკითხებთან დაკავშირებით. ეს არის სიძლიერე ჩვენი პარტიის, მაგრამ მეტი ძალისხმევა არის ახლა საჭირო, მათ შორის მეტი ფიზიკური, მეტი გონებრივი ძალისხმევა, რომ ეს ყველაფერი მოვიყვანოთ წესრიგში. პლუს საუბარია არა, ყველა პარტიისთვის დამახასიათებელია სხვადასხვა ჯგუფები. არა, საუბრობ 9 მილიონ ადამიანზე. გასაგებია ხა ამერიკაში დემოკრატებშიც და რესპუბლიკელებშიც განსხვავებული ჯგუფები არიან. ნაციონალურ მოძრაობას წლების განმავლობაში ყავს სტაბილური ამორჩეველი. ეს არ არის სწორი შეფასება, ნახეთ რა ხდება წინამდვილეში. ნაციონალურ მოძრაობამ ამ ძალადობრივ არჩევნებში, ამ ძალადობრივ პოლიტიკურ პროცესებში მოახერხა მეტნაკლებად სტაბილური პროცენტის დაფიქსირება. სადაც ცვალებადი იყო ამორჩეველთა დიდი ნაწილი და თავარი მინდოდა მოკლედ გეუბნები და გადავალ სხვა საკითხზე, რომ ყველა ნაციონალური მოძრაობის აქტიურ წევრს, ოჯახის წევრს, ჩემი ოჯახის წევრს, ჩვენს მეგობრებს გაგვეგო და დაგვეჯერებია, რომ პარტია ნაციონალური მოძრაობის აქტიური წევრი, ეძახიან აქტივისტებს და პარტია ნაციონალური მოძრაობის ამორჩევლები ორი სხვადასხვა რამ არის. ჩვენ ახლა უნდა აქტიურად ვიმუშაოთ ასევე პარტია ნაციონალური მოძრაობის ამორჩეველზე იმ ეტაპზე, რომელშიც ჩვენ ახლა შევდივართ და უახლოვდებით. რამაც დაადასტურა 20 ივნისმა, 24 ივნისმა. ბევრი პარტიული ღონისძიებები ჩაგვიტარებია ჩვენ მნიშვნელოვანი, მაგრამ პარტიული აქტიური წევრები გამოვდიოდით და პარტიის ამორჩევლები არ გამოდიოდნენ, მათ შორის თბილისში.
პროტესტში მონაწილეობის მისაღებად დიდი პირველი შრე თუ გამოვიდოდა, ხო? 20-მა და 24-მა ივნისმა და მათ შორის სამაივლისმა დაადასტურა, რომ პარტია ნაციონალური მოძრაობის ამორჩეველიც, რა თქმა ხას, პარტია ნაციონალური მოძრაობის ამორჩეველი, რომელიც ხოდ არჩევნებზე დადის. ამიტომ ეს არის პარტიული საკითხებია, გადავიდეთ უფრო. ხო, არა, მე სხვა რამე კითხეთ, მე კითხეთ, რომ ყველაზე მთავარი კრიტიკა პარტიასთან დაკავშირებით რა მოდის თვითონ პარტიის წევრებიდან. მთავარი კითხვა რა აქვს, ეს მაინტერესებს. ყველა კითხვის ნიშანი იხსნება ამ ბრძოლაში ყველაზე დიდი ფასი რას აქვს ეგა რწმენას როდესაც არის ფსიქოლოგიური ომი საინფორმაციო ომი ამ ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანი თითოეულ ჩვენგანს მათ შორის საჯარო პირებს მათ შორის პოლიტიკოსებს თავარი ნომერპირველი ამოცანა რა გვაქვს შესაძლებელი სანამ სხვა ამოცანაზე ვისაუბრეთ რწმენის გაღვივება და ჩვენ ამ 10 წელიწადში ვხედავთ ჩვენს გარშემო თანამებრძოლებს, ეკა ეს არ არის პარტიული საკითხი. ნაციონალურ მოძრაობას როდის საუბრობ და მის ამორჩევას ეს არ არის პარტიული საკითხი. ეს ეროვნული საკითხია, ამიტომ ამ ადამიანის გარშემო ვერ აღხდება. ჩამოყალიბ და ალბათ თქვენი მაყურებელი დამეთახვება, არც თუ ისე ცოტა ადამიანი შეიკა დამარცხებულის ფსიქოლოგია. დამარცხებულის ვირუსი ბევრ საქართველოს მოქალაქეს შეეყარა და რატომ? იმიტომ რომ ამ 10 წელიწადში ამდენმა უსამართლობამ, ამდენმა ძალადობრივმა აქტმა, ამდენმა ძალადობრივ არჩევნებამ, ხო? ადამიანები განაწყოს შემდეგვარად ნებისმიერი პროცესი რომელიც არ უნდა დაიწყოს მათ შორის ეს რომელიც განსხვავდება ყველა წინა პროცესებისგან რაც წინა წლებში იყო იმიტომ რომ სხვა იგირებულება დაიდო სასწორზე და რისკის ქვეშ დააყენა ბიძინა ივანიშვილმა ევროპული იდეა მოქმედებაში არც თუ ისე ცოტა ადამიანი პროცესში შესული არ არის ფიქრობს თავში თუ არა ბოლოში თუ არა ბოლოში შუაში მაინც ჩავფლავდებით გესმით და ამ რწმენის ნაკლებობასაც ვხედავ და რწმენაზე როგორ უღვივებთ რწმენას თქვენ პარტიელებს ნომერ პირველი ჩემი საზრით აქედან გამოსავალი არის ისაც ახლა ვაკეთებ თქვენება თქვენი შავი სამუშაოები სამუშაოების შესრულებაში ანუ გამატარეთ მაგრამ მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის კეთების გარეშე პარტიის შენების სადაც არა შენება არ არის საბრძოლო ზატყოფაში საბრძოლო იმედგაცრუებულ ადამიანებს იმედგაცრუება თქვენ არ გქონიათ იმედგაცრუება როგორ არა და რასეუბნებით როგორც პარტიული ლიდერი და სწორად ამას ხსნია ჩემი თხოვნა არის ვიწყებ ყველა შეხვედრას ამით და ვამთავრებ ნუ შეადარებთ დღევანდელ პროცესს ნურცეთ წინა პროცესებთან რომელსაც ადგილი ქონდა ამ ქვეყანაში ეს არის სრულიად სხვა ვითარება თავისი სიმძიმით თავისი შინაარსით ჩათვალეთ და ჩავთვალოთ რომ ვართ 1919 წელს ან 1920 წლის ბოლოს არ მინდა დავზაფრო თქვენი მაყურებელი მაგრამ საფრთხე არის რეალური რის წინაშეც ბევრი ქართველი მაშინაც იდგა ბევრი აცნობიერებდა ბევრი ვერ აცნობიერებდა 50-50-ია ქართული სახელმწიფო ან სუვერენიტეტს ვინ არჩუნებთ ან კარგავთ და ეს მოხდება უახლოეს პერიოდში აქ აიმი და ფრე აღარ იქნება ეკა. ამიტომ მიმაჩნია რომ ყველა ადამიანი, პარტია მათ შორის დიახაც, არის დიახაც ჯარივით და სულ წრთოში უნდა იყოს, სულ პოლიგონზე უნდა ვიყოთ, სულ და ვესაუბრებოდეთ ერთმანეთს აქტიურად. ეს არის კი ბატონო ნებისმიერი პოლიტიკა. შეხედეთ ბორის ჯონსონს მაგალითად, ხო? იყო აქტიური ადამიანი, სოფლიო პოლიტიკის არ ვიცი, შუაგულში იყო, მაგრამ პროცესები ქონდა ნიჰილიზმი მის პარტიაშიც კი გაჩნდა, ხო? და დღეს ჩვენ არ გვაქვს უფლება რწმენა დაკარგული ადამიანი მყავდეს თანამებრძოლად. და არ ვადანაშაულება არავის. თუ ვინმეს ვადანაშაულებ ბიძინა ივანიშვილს. 10 წელიწადი სულ ქორწილებში, სულ ძეობებში, სულ ზამთრისა და ზაფხულის კურორტებზე ამ ხალხს, ამ მებრძოლ ხალხს რო ევლო ერთფეროვანი ცხოვრება მობეზდებოდა და დაიღლებოდნენ ბოლო ერთფეროვნები. და წარმოიდგინეთ 10 წელიწადი ბრძოლაში და ეხა ეუბნები რომ მე-11 წელიწადია და გადამწყვეტი ბრძოლა, ხო? არა და მართლა გადამწყვეტი არის. ლიტველებმა მოიპოვეს დამოუკიდებლობა 1918 წელს, როგორც ჩვენ მოვიპოვეთ, ხო? მოვდუნდით სამწუხაროდ მაშინდელი ქართველები და 3 წელიწადში დავკარგეთ დამოუკიდებლობა, განსხვავებით ლიტველებისგან. 1940 წლამდე შეინარჩუნეს ეს თავიანთი ძვირფასი დამოუკიდებლობა. ამიტომ მე მიმაჩნია რომ საკითხები ბევრია, ყველაფერზე დაწყებული, მიხეილ სააკაშვილიდან დაწყებული, აი ხშირად გვესმის
იყო ეს საკითხები. არა, პარტია ბევრს არაკეთებს იმისათვის, რომ ხო, არაკეთებს მაქსიმალურს იმისათვის, რომ სააკაშვილის სააკაშვილს დაეხმაროს. არა, არის საკითხი. ხო, ეს კითხვა იქნებოდა, ესეც იქნებოდა ალბათ თქვენი პარტიის წევრებიდან. იყო მსგავსი კითხვებიც, კი ბატონო, რას ვაკეთებთ? განიცდიან ბუნებრივია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას, განიცდიან ბუნებრივია ნიკა გვარამიას მდგომარეობას, ბაჩო თავლიანის და ბევრი კიდე პატიმრების, ხო, არ მინდა გამორჩეს ლექსორაფაოს და შენ ვინც იცნობს, ხო, ამ ბიჭებსაც. მაგრამ ერთი წუთით სიმართლე არ ვთქვათ აქაც? ვთქვათ. ეხლა ოლიგარქიულ სახელმწიფოში, ავტოკრატიულ სახელმწიფოში პოლიტიკური პატიმრების ტყვეობიდან დახსნის მექანიზმი რა არის? ამ ოლიგარქიული ავტოკრატიული ხელისუფლების დამარცხება. სხვა მექანიზმი ეკა და ამაზე ვსაუბრობთ, რომ არსებობდეს, ან ეარსება პოლიტპატიმრების ტყვეობიდან დახსნის ბიძინა ივანიშვილის ციხიდან. მერწმუნეთ, პირველ რიგში ამას თავის ძროზე მიხეილ სააკაშვილი გამოიყენებდა, როდესაც მისი მეგობრები და თანამებრძოლები წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის ტყვეობაში იყვნენ. ერთადერთი და აქ ყველა ფრჩხილს ხსნიდა თქვენს ეთერში, სიმართლეს ვამბობ, ჩემი ხედვა რა არის? როგორ უნდა ვიხსნათ პოლიტიკური პატიმრები? ერთადერთი გზავს ხედავ, მხოლოდ არ არსებობს მეორე სხვა გზა. ამ რეჟიმის დამარცხება, როგორ დამარცხება, ამაზე ვისაუბროთ. არ არსებობს უბრალოდ სხვა გზა. მიხეილ სააკაშვილის ხარდაჭერა დღეს რაში შეიძლება ყველაზე ეფექტურად გამოიხატებოდეს? რაში შეიძლება? დაუღალავ შრომაში. ახალი და ახალი მოკავშირეების მოძიებაში. მნიშვნელოვანია Facebook-ზე წერა, მნიშვნელოვანია წერა და გამხნევება Facebook-იდან მიხეილ სააკაშვილს, როდესაც უსურვებთ ჩვენ წარმატებებს და ხნეობას, მაგრამ მერწმუნეთ დღეს მიხეილ სააკაშვილს პირველ რიგში რაც ჭირდება სულ უფრო და უფრო მეტი მოკავშირე სწორი იდეის გარშემო, სხვანაირად ეს ადამიანი კიდევ ვერ გამოდის. ბოლო დღემდე ეს რუსული რეჟიმი მოახტევიებს სასჯელს მიხეილ სააკაშვილის სხვა პატიმრებსაც. ხუმრობა აღარ არის ეს? და მე ველაპარაკები ადამიანებს და მინდა დავარწმუნო, რომ თუ ნამდვილად მიხეილ სააკაშვილის გულშემატკივრები ხართ, თუ ნამდვილად გული შევტკიოთ და ვიცი რომ შევტკივათ, ხომ? რეალური დახმარება არის კვირიდან კვირამდე ერთი ახალი მოკავშირის მოძიება და ხვალ რო აქციაზე წამოხვათ, გუშინ თუ 3 მოდიოდით, წამოხვიდეთ 4-ნი. თუ მოდიოდით 4-ნი, წამოხვიდეთ 5-ნი. პრობლემას აკეთებდა არიან ადამიანები, რომლებს შიშველი მიყვარს ხშირად ვამბობ ამ ფრაზას. შიშველი ემოციით ჩვენ პოლიტპატიმრებს ბიძინა ივანიშვილის ტყვეობიდან ვერ ვიხსნით ვერასოდეს. არავინ არავის არ მოვატყილოს ეკა. არიან ადამიანები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში, ახლა აი აქ მთელი დღე 24 საათი აქ ვიждდე თქვენთან ეთერში. და ვილაპარაკო მიხეილ სააკაშვილზე, აი მარტო ვილაპარაკო, ამით მიხეილ სააკაშვილს მე ვიხსნი. იმიტომ რომ ვიცი ამის მიღმა რა ჯოჯოხეთური შრომა არის გასაწევი. და ეს თუ არ გაკეთდა, არა თუ ვერ ვიხსნით, სხვებით შევალთ. და არიან ადამიანები, ვიცნობ ასეთ ადამიანებს, რომლებიც ბევრს წერენ, ბევრს ნერვიულობენ მიხეილ სააკაშვილზე. მაგრამ ნერვიულობისა და განცდის დრო ეხლა არ არის, ხარი ბრძოლის დრო. და არიან ადამიანები, რომლებიც 7 პოსტ დაწერენ მიხეილ სააკაშვილზე Facebook-ში, მაგრამ კარის მეზობელს აი უკვე 4 წლის განმავლობაში, რაც ისიც ბიძინა ივანიშვილისადმი არის უარყოფითად განწყობილი, ვერ არწმუნებს იმაში, რაშიც უნდა დავარწმუნოთ. ამიტომ უნდა გავხდეთ მოქნილები. მით უმეტეს თბილისში ეკა 50% ეს წარმოუდგენელი რამ დაემართა ქართულ ოცნებას და რატო დაემართა? გააზრებულმა ამორჩეულმა მიატოვა ქართული ოცნება. როდესაც დაინახა რომ ისინი აღარ არიან რეალურად პროევროპულები. ამას ოსტატურად ნიღბავდნენ წლების განმავლობაში და ვაღიაროთ ვერც თქვენ, ვერც მე, ვერც ვერავინ ამ ქვეყანაში და ქვეყნის მიღმა ვერ ვარწმუნებდით ფართო საზოგადოებრივ მასებს, ჯგუფებს, რომ რეალურად ხდება ის, რაც ახლა ხდება. ეს პრობლემა, როგორც კი დაინახა ცხადად ქართული ოცნების ამორჩეველმა, მოკლედ ეს ადამიანები არიან ახლა პოტენციურ ჩვენი მოკავშირეები. როგორ უნდა მოვიმხროთ ეს ადამიანები, როგორ უნდა შევდუღავდეთ, როგორ უნდა შევიკრათ ერთ გუნდად, როგორ უნდა გადავდოთ პარტიული ამოცანები გვერდით, როდესაც ამ ადამიანებს ვესაუბრებით, ყოფილი ქართული ოცნების 100.000 ამორჩეველი ყავს თბილისში დაკარგული. მე თუ ამ ქართული ოცნების ამორჩეველთა, გუშინდელ ქართული ოცნების ამორჩეველთა, რომელიც დღეს ჩემთან ერთად იბრძვის, მე მასთან ერთად ვიბრძვი, რომ იაროსლავში არ ამოყო თავი, თუ ვიტყვი და ამაზე ვსაუბრობთ და ბევრ რაღაც ყველაფერზე ვსაუბრობთ, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს სასამართლო სისტემა იყო დამოუკიდებელი. ამ ადამიანს ვერასოდეს ვერ გავიხდით მოკავშირედ.
ჩვენ უნდა უთხრათ კი დიახაც ნაციონალური მოძრაობა როდესაც იყო ხელისუფლებაში გიждდებოდა მონა მოსამართლეებზე გიждდებოდა ჭკუა ეკეტებოდა ეს იყო პრობლემა და ეს მინდა გაიგოს ყველა უკვე ჩვენმა პოტენციურმა მოკავშირეებმა დღევანდელი ნაციონალური მოძრაობა არის განსხვავებული ნაციონალური მოძრაობა და საკუთარ შეცდომებზე ნასწავლი აქვს დღეს რო ხალისუფლება სამწუხაროდ ჯერ კიდევ ქართული ოცნებაა და საარჩევნო სისტემით ახერხებდა ფონის გასვლას და პროპორციულ სისტემას ვერადავერ ვეღირსეთ, ხო? მე მინდა იმ ყოფილ ქართული ოცნების ამორჩევას უთხრა, თვითგვემის დრო არ არის, არა თვითგვემ ეს არის გულწრფელი დამოკიდებულება, რომ დიახაც ნაციონალურ მოძრაობამ პირველი მოსმენით ხელისუფლებაში როდესაც ვიყავით, კენჭი უყარა პროპორციულ საარჩევნო სისტემას. მაგრამ მეორე მოსმენით აღარ უყარა კენჭი, რატო იცით? იმიტომ რომ თქვენ ოპოზიციამ არ მოგვიგოსო და შესაბამისად დღეს ეს მორჩილი მოსამართლეები ყველას დაგვერია და ამ საარჩევნო სისტემამ ამ უკუღმართვა საარჩევნო სისტემამ იმიტომ რომ ისეთ მდგომარეობად მიიყვანა მთელი ქვეყანა რომ სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის დაკარგვის ზღვარზე ვართ ამიტომ ამ ყველაფერზეც არის საუბარი რომ რეალობა ჩვენ სხვადასხვანაირ კიდევ უფრო სხვა ხალხი ცხოვრობს 2022 წელს თბილისში და საქართველოში ვიდრე 5-6 წლის წინ და მხოლოდ წარსულის დიდებით ჩვენ წინ ვერ ვივლით და ამ ყველაფერზე საუბრობ და პოლარიზაციაზე მინდა გითხრათ ორი სიტყვა ახლა შეუძლებელია არის თუ არა პოლარიზაცია თქვენი აზრით ახლა მე ჩემი აზრი გამოვთქვი შეიძლება ვიღაცა არ დამეთახოს შეიძლება დამეთახოს მაგრამ კარგი იქნება თუ დისკუსია ამ თემაზე გაიხსნება კარგი არა მნიშვნელობა დიდი მადლობა რომ ამ საკითხს შეეხეთ ერთი სიტყვით ახლა და სანამ ამ კონკრეტულ კითხვაზე გაგაცნობთ პასუხს ნაციონალურ მე ჩვენს კოლეგა პარტნიორ პარტიებთან მქონდა საუბარი თითქმის ყველასთან მქონდა ყველა ვერ მოვახერხე მე ნახა ამ ერთის განმავლობაში იმიტომ მართლა ძალიან დატვირთული გრაფიკი გვაქვს და მე მგონია რომ ახლა ყველა ხდება რომ პარტიებს აქვს უნარი სუბიექტებს სხვადასხვა არაპარტიულს აქვს უნარი ერთად თანამშრომლობის მაგრამ არის ეს გაერთიანება არა ნუ რამდენჯერ უნდა დავინახოთ რომ ეს უნარი გვაქვს მაგრამ აი რისი თქვა მინდა სულეთ საწინააღმდეგო გამოსწორე ახლა ზუსტად ჩემი ხედვა პარტია ნაციონალური მოძრაობა მაქსიმალურად დამოუკიდებლად უნდა ძლიერდებოდეს ისევე როგორც სხვა პოლიტიკური პარტიები თითოეულმა მათგანმა შესაკრები უნდა გაზარდონ ეკა შესაკრები უნდა იმუშაონ საკუთარ ხარდაჭერებთან, იმიტომ რომ ხარდაჭერაში ყავს პასიურიც და გინდა რომ გააქტიურო. ხარდაჭერი ყავს რომელიც დადის ამ არჩევნებზე მარტო, მაგრამ შენგან ეს გჭირდება რუსთაველის გამზირზეც, სხვადასხვა ტიპის ბრძოლებშიც და სხვა პარტიებმა მე მინდა რომ შესაკრები გაზარდონ ნაციონალურ მოძრაობამ კიდე გაზარდოს შესაძლებელი ერთ ჩვენიერ დღეს, როდესაც შევიკრიბებით, ჯამი მივიღოთ უკვე დიდი. ანუ საბოლოო ჯამი მიზანი გაერთიანება. ჯამი, არა, ჯამი ამ ისტორიული გამოწვევის წინაშე, როდესაც დგავართ და ბრძოლის გარეშე, რომ ეს პრობლემა არ გადაიჭრება, იქ ჩვენ ხარისხობრივადაც და რაოდენობრივადაც ბევრი უნდა ვიყოთ და პასიური ამორჩეველი უნდა გავხადოთ აქტიური საქართველოს მოქალაქე. ამიტომ რუტინული გახდა შევატყვი ჩვენი ერთობა დღეში სამჯერ 4ჯერ ერთმანეთს ხვდებოდით და ბევრი დრო, ბევრი ემოცია, აი ამ ყველაფრისთვის, რასაც მე ახლა ვაკეთებ და მეწუნეთ ამ შეხვედრებზე ახალ ადამიანებსაც ხვდებით, იმიტომ ჩვენ მეგობრებს აქვთ ეს ასე თქვათ, გედება დავალებათაც ჩათვალეთ, ნუ ინსტრუქცია რომ ახალი ადამიანებიც რეალურად მოიყვანონ ამ შეხვედრებზე. სხვა პარტიებიც იგივეს გააკეთებენ, სხვა სამოქალაქო ჯგუფებიც იგივეს გააკეთებენ, მზად ვიქნებით სექტემბრისთვის. პოლარიზაციაც რაც შეეხება ოქტომბრისთვის და მომდევნო პროცესებისთვის, იმიტომ რომ მეკითხებიან ისეთ არჩევნებისთვის ემზადებით, მზად არ უნდა ვიყოთ რიგარეში არჩევნები რო ჩატარდეს, გაზაფხულზე რა სისტემითაც არ უნდა ვიყოთ მზად, პარტია უნდა ვიყოთ ყველა სცენარისთვის მზად. ყავდება არჩევნები, ყავდება კი ცხვირპირის გვამტრევენ ხოლმე, მაგრამ ამ ცხვირპირის დამტრევაშიც თბილისში 740 უბნიდან 300 უბანს ვიგებთ, ხო? რატო ვიგებთ? ეკა 300 უბანს და რატო ვაგებთ სხვას? იმიტომ რომ იქ სამაში, ნუ პირდაპირ გაგებით ომია და ძლიერი უფრო გუნდი ხავს, ვიდრე ალბათ სხვაგან, ხო? ახაც ვაკეთებთ ანალიზს. იქნება მასიური დემონსტრაციები, სადაც დარწმუნებული ვარ, რა თქმა უნდა, როგორც ვითხეთ, ნაციონალურ მოძრაობა იქნება ავანგარდში ასევე სხვებთან ერთად. სულ სხვა თვისობრივად ფორმაში უნდა ვიყო და პოლარიზაციაზე ერთხელ და სამუდამოდ საუბარს. ეს რო და კი და ბერე პოლარიზაციით დავასრულოთ, იმიტომ რომ სხვა სტუმრებიც ყავთ. მე მაინტერესებს რომ საბოლოო გეგმა არის თუ არა გაერთიანება და მე გავიგე ამ იდეის გარშემო გაერთიანება და საზოგადოება. ლოგიკა რატომაც ეხლა ყველა პარტია უნდა გაძლიერდეს დამოუკიდებლად, აბსოლუტურად გასაგები ლოგიკაა. ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ
საბოლოო ჯამში პარტია არ უნდა ვიყოთ რა. მიზანი არის თუ არა ერთიანად დაპირისპირება ავტორი ერთი დაპირისპირებული ვიყავ. რა თქმა უნდა, ეგა როგორ არა მარტო პოლიტიკური პარტია, ყველა სუბიექტი. არა. მე ლაპარაკობ, რომ როდესაც იქნება თუ არჩევნები იქნება, თუ რიგარეში არჩევნები იქნება, არის თუ არა იდეა უკვე გადაწყვეტილება მიღებული, რომ საერთო ფრონტით უნდა გახვიდეთ. თქვენ თუ არჩევნების წრეში ვართ. მე თუ მეტეს ეხა არჩევნების თვალსაზრისით ბუნებრივია ეხა ცხადად არ ვიცით როდის იქნება და ამ ყოველთვის უნდა ვიბრძოლოთ, რაც შეიძლება სწრაფად მოვიყვანოთ ეს რეალობა და დავაყენოთ, ხო? და გააჩნია რა სისტემით გავვათ ეხა. პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნება, მე მიმაჩნია, რომ ნაციონალურ მოძრაობა უნდა იყოს, დამოუკიდებლად, რა თქმა უნდა, აქტორი, სუბიექტი არჩევნებში და საარჩევნო კამპანიაში და სხვა პარტიებიც არ ვიცი, ხა ბლოკებს ვერ ახერხებენ ეხა, მაგრამ თავარი ამბავი არჩევნებზე ხო არ არის ხა მხოლოდ საუბარი. პროტესტი, არაძალადობრივი დემონსტრაციები, ეს ხალხი აპირებს ძალადობას, ქართული ოცნება. ქართულ ოცნებას სურს ძალადობრივი დემონსტრაციები და კოორდინირებდებ თუ როცა მიდგება საქმე დემონსტრაციებზე ხალხის გამოყვანას ქუჩაში. აქ ამ შემთხვევაში არის ლაპარაკი თუ არა კოორდინაციასა და ერთიანობაზე. ამ ნაწილში იქნება ნაციონალური მოძრაობა ღია იქნება კონსულტაციებისთვის, ცენტრალური ოფისი არის იქ სადაც არის, პარტიებს ექნება ამ ყველაფერთან დაკავშირებით სურვილი ნაციონალურ მოძრაობას ელაპარაკო, ჩვენ იქ ვართ, ვისაუბრებთ პროცესებში ნაციონალური მოძრაობა ჩაერთება, ნაციონალური მოძრაობის ძლიერი გუნდის საერთო პროცესში ჩართვა კარგი გაგებით გეუბნებით, უნდა იყოს მოვლენა ხალხი. რუტინული გახდა ეს ერთობა და ბევრ დროს კარგად. მე მიმაჩნია დღეს პარტიას, რომელსაც აქვს 2%-იანი მხარდაჭერა, ხო? მათ შორის კვლევები დავანებოთ გაყალბებულ არჩევნებს, ხო? მინდა რომ ეს სუბიექტი გახდეს 4%-იანი და მე თუ ვარ 32-იანი, მინდა გავხდე 40-იანი და ამისთვის ვმუშაობ დღეს. და მინდა რომ ჩემმა კოლეგამაც იმუშაოს და ადრე თუ გვიან, რა თქმა უნდა, ჩვენ სენდარს გააჩნია, რომლის განვითარება დაგვჭირდება. ჩვენ შევკავშირდებით და უფრო ძლიერები არ გამოვალთ. ეხლა გამოდიოთ და წლების განმავლობაში ერთმანეთს ვესაუბრებოდით. ეხლა ნაციონალური მოძრაობა რო კოალიციური მოძრაობისთვის, ნაციონალური მოძრაობა რო შეთანხმებისთვის მზად არის, თელმა რიგმა პოლიტიკურ პროცესებმა დაადასტურა, მათ შორის არჩევნება, ხო? მათ შორის დათმობითი ნაბიჯების გადადგმით და სულ არ ნანობ ამ ყველაფერს, მაგრამ დადგა დრო, როდესაც ბევრი ძლიერი საყრდენი ბურჯები უნდა დაიდგას, რომ ბიძინა ივანიშვილის ამ რეჟიმმა ვერ წაგვაქციოს ადგილი. ხოდით ეხა პოლარიზაციაზე მათქვევი ორი სიტყვით შეიძლება. კითხვა იყო ესე, თქვენ ფიქრობთ თუ არა რომ საზოგადოება არის პოლარიზებული და მოწოდება მოახდინეთ დეპოლარიზაცია იმ პირობებში, როდესაც ყველას ესხმიან თავს და ყველას დემონიზირებას აკეთებენ, მათ შორის უკვე ელჩების, ქვეყნების, ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების, რა შინაარს ატარებს დეპოლარიზაცია? ძალიან გამიხარდა, რომ თქვენს გადაცემაში დრო დაუთვეთ ამ საკითხზე საუბარს. ერთხელ და სამუდამოდ აქაც სიმართლე ხომ უნდა ითქვას, სიმართლე, ოღონდ არა ნახევრად სიმართლე. შესაძლებელი არის თუ არა პოლარიზაციის დასრულება ამ კაცის, ამ რეჟიმის პირობებში ქვეყანაში? პასუხობ, შეუძლებელი არის. შეუძლებელი არის პოლარიზაციის დასრულება. რატო? ეხლა, როდესაც შენ ერთ ხარეს, ეს ერთი მხარე რა არის, ამას ახსოვს თქვენს ილაპარაკეთ უკვე, არიან ადამიანები, მიიტაცეს ხელისუფლება და მიგვათრებენ ყველას, ოპოზიციას, საზოგადოებას, კრიტიკულ მედიას, ხალხს იმპერიულ წიაღში. ეს არის ერთი მხარე. მეორე მხარე ვარ ჩვენ, ხალხი, ჩვენ, მე, თქვენ და ყველანი. და ჩვენ ვცდილობთ, რომ იმათ იქ ვერ შეგვათრიონ იმ მომპალ იმპერიულ წიაღში და გვინდა რომ სახელმწიფო შევიყვანოთ და დავაბრუნოთ ევროპულ წიაღში. რა თქმა უნდა, არის პოლარიზაცია. ეს არის პოლარიზაცია, ეს იქნება. შეიძლება თეორიულად ეს პოლარიზაცია აღარ იყოს და მოხდეს დეპოლარიზაცია. კი, შეიძლება, შესაძლებელია. როგორ? ჩვენ ხალხმა უნდა თქვათ უარი ევროინტეგრაციაზე და დასრულდება. აღარ იქნება პოლარიზაცია, არ დასრულდა ბელორუსიაში. ბელორუსიაში არ დასრულდა რა პოლარიზაცია? ჯერ არაფერი არ დასრულდა, ამ წუთის მდგომარეობით ეხლა ნახეთ, ახაც ძალიან მნიშვნელოვანი სანამ კიდე რაღაცას ვიტყვი, მე დავასრულო. მეორე თეორიული გამოსავალება, ქართულმა ოცნებამ უნდა თქვას უარი რუსეთთან ინტეგრაციაზე. იტყვის, დასრულდება პოლარიზაცია, რა თქმა უნდა. მაგრამ ეხლა თუ მავანი საუბრობს, რომ ჩემზე, თქვენზე რო ძალადობენ და სახთან რომ მიტინგებს გიწყობენ და ჟურნალისტებს რო ცემენ და შეურაცხყოფას აყენებენ, ეს ყველაფერია პოლარიზაცია და ნიშნავს ეს პოლარიზაცია კი არ არის და ამის სიმპტომები. ეს არის დანაშაული და დანაშაული
უნდა ისჯებოდეს. ამიტომ შეუძლებელი არის, მეგობრებო, ფართო გაგებით დეპოლარიზაცია, იმიტომ რომ იმ ხელას სხვაობა არის ღირებულებითი და იდეოლოგიური ჩვენ ორ სუბიექტს შორის. ეხლა იმას უნდა იაროსლავი, ესენტუკი, კისლოვსკი და პიატრიგორსკი ეს უნდა და ჩვენ გვინდა სხვა. და მაშინ აქ ყაიმი აღარ იქნება და როგორ გადაწყდება ეს საკითხი? ან ისინი მოგვერევიან ეკა და ეს არ მინდა რომ მოხდეს და ამიტომ შრომობთ და მას შორის ტახანოვურადაც. ან ჩვენ უნდა მოვერიოთ, ხო? ჩვენ უნდა მოვერიოთ ჭკუით, გამჭრიახობით. აი ბელორუსია ვახსენე, რა მოხდა? 200,000-მდე ადამიანის გამოდიოდა ეკა, მეგობრებო. გამოდიოდნენ, მაგრამ რა მოხდა შედეგი? ბევრი კომპონენტია საჭირო იმისათვის, რომ ოლიგარქი ამოძირკო და დაასრულო ავტოკრატია ქვეყანაში. თან მით უმეტეს 40% ეკონომიკის თუ ჯიბეში უდას ბიზნესმენიშვილს. და მით უმეტეს, ოდესაც ვიცით, რომ რუსს ვებძვით, ხო? და რა მოხდა ეხა ბელორუსიაში? 200,000-იანი აქციები იმართებოდა ეკა. წავიდა რისკზე, ისე როგორც აღმოჩნდა, რომ საზოგადოება არ იყო ჯერ მზად, რომ პროტესტით მიეღწია წარმატებისთვის და ხერხემაში გადატეხა ლუკაშენკო მისე, რომ დღეს ბელორუსიიდან რუსი ბომბავს უკრაინას და ორი ბელორუსელი არ არსებობს, ვინც ამას აპროტესტებს, რატო 1200 ყველაზე აქტიური ბელორუსელი მოქალაქე, ვინც ვერ გაასწრო, ციხეში ყავთ, კოლონიაში ყავთ, მზარეულობა თამუშავებდა და თან სასჯელს იხდიან. პრეზიდენტობის კანდიდატი მის დაიჭირეს, ეხლა ციხეში ყავს. ხო? იმიტომ რომ კოლონიაში თან პატიმარად დახმარება აღმოჩნდა დანარჩენები გაიცნენ, მათ შორის სამართალდამცავების მხრიდაც, ანუ მარტო ისეც უნდა ვიცოდეთ, რომ აქ მარტო ლუკაშენკო რომ მარტო ყოფილიყო და არ ჩამოეყვანა დამხმარე ძალა, ეხლა ჟურნალისტები ჩამოიყვანეს ბელორუსული ტელევიზიისთვის. ანუ მაგას ვამბობ, რომ იქ საერთაშორისო კონტექსტი იყო. მადლობა ღმერთს, პირდაპირ გეუბნებით. მადლობა ღმერთს იმისათვის, რომ დეკემბერში, იანვარში, თებერვალში მე და ჩემო მეგობრებმა მომაკვდინებელი შეცდომა არ დაუშვით. და რა იყო, ანუ აი აქ იყო მაგალითად მოთხოვნა რაღაცა ჯგუფის მხრიდან, უცხოელი მოთხოვნა, რომ ჩვენ მოგვეხდინა პროცესების რადიკალიზაცია. როდესაც შენ ხარ ლიდერი და პროცესების სათავეში დგეხარ, სულ მცირე წარმატების მეტ შანსს უნდა ხედავდე, ვიდრე წარუმატებლობის და ხედავდი ძალიან დიდ წარუმატებლობის შანსს, ხო? გულისხმობ ნოემბერს, ოქტომბერს, რომ დაგვეშვა მომაკვდინებელი შეცდომები, ჩვენ დღევანდელი დღე ვერ დადგებოდა. საერთაშორისო კონტექსტი იყო მაშინ სხვა. ხარდაჭერა რბილად რომ ვთქვათ, ჩვენ საერთაშორისო ჩვენ მეგობრობის მხრიდან მქონდა იმაზე ნაკლები ვიდრე გსურდა, განსხვავებით დღევანდელი დღისგან და მაღალი ალბათობით არა თუ ჩვენ არ დაგვიჭერდნენ ხარს, არამედ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მოკავშირეები გახდებოდნენ ჩვენი დასავლელი მოკავშირეები, დღეს ჩვენი ქართული ხალხის მოკავშირეები, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ ხედავდნენ პროცესს ისეთად როგორც იყო. ბელორუსიაში ჩემი შეფასებით მეც ბევრი მუშაობა მიფიქრი ამ საკითხთან დაკავშირებით, ყველა კომპონენტი არ იყო ამუშავებული. ამიტომ თავარ კომპონენტი პუტინის დახმარება იყო. კაი, მოკლედ რო შევაჯამოთ. პუტინის დახმარება? კი, ანუ გასანეიტრალებელი. მით უმეტეს, ოდესაც თუმცა ეხა უფრო დასუსტებულია ვიდრე მაშინ. ვიცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან ჩქარობს, ეკა. იმიტომ რომ იცი, ჩემზე კარგად ეხლა უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში ესეთი მაჩვენებელი ინფლაცია დაყოფილა. ერთი კითხვა მაქვს, თუ შეიძლება უნდა დავასრულო სწრაფად და სწრაფად მიპასუხოთ. როდესაც პარტნიორები გეუბნებიან ამერიკის ელჩი იქნება დეპოლარიზაცია მოახდინეთ. რაოცა კითხულობთ, რას გულისხმობენ ისინი კომისიებში შესულას და იქ მუშაობას? თუ აი რას ნიშნა? მე უკვე ჩემთვის მე არ შეხვედრივარ არც ერთ უცხოელს, პარტნიორს, არც ერთ ჩვენს მეგობარს, რომლისთვისაც აი ეს არგუმენტები, რაც მე გითხარით, ნაწილი და კიდე სხვა არგუმენტები მეთქას გამეცვალოს და მათ პოზიცია არ შეეცვალოს. მათ შორის ვახსენდება ბოლო შეხვედრები ბრიუსელში. კი ბატონო, შეხვედრა არ ყოფილა, როდესაც პოლარიზაციაზე არ უსაუბრეთ, მაგრამ როდესაც შენ უპირისპირებ წონათ არგუმენტებზე რეალურს, მე არ მინახავს არც ერთი ადამიანის შეხვედრის დაწყებიდან დამთავრებამდე რომ არ შეცვლილიყო. ამიტომ მნიშვნელოვანია, ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ არიან ცალკეული ჩვენი პარტნიორები, რომლებიც ჯერ კიდევ მოგვიწოდებენ ერთობლივ, ანუ ბატონი ყობახიძეს მიერ თავშესაქცევი რაღაცა ჯგუფი შექმნა, გასართობი ჯგუფი შექმნა. გართობისთვის ნამდვილად ჩვენ ვამბობთ კომიტეტებზე, ჩვენ ვამბობთ პლენარულ დავხვდებით, კი ბატონო, მივიღებთ ამ ყველაფერში მონაწილეობას, მაგრამ ვისაც კი ჯერ კიდევ აქვს კითხვები ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, ყველა ოპოზიციის წარმომადგენლობა უნდა დავულაგოთ წონადი ობიექტური არგუმენტები.
და გვახსოვდეს და ამით დავასრულოთ თუ შეიძლება თვითონსო მეგობრებო. ეს ბრძოლა აღარ არის ბრძოლა ვინ მოვა და ვინ წავა ხელისუფლებაში. ვეღარავინ ვეღარასოდეს ვერ მოვა ხელისუფლებაში, ჩვენ თუ დავმარცხდით. ვეღარავინ, ჩვენი თაობის წარმომადგენლები ცალსახად 20-30 წელიწადი შეიძლება დავჭირდეს, ხო? ამიტომ გავიაზროთ ჩემი დიდი თხოვნა, უმორჩილესი, რომ ჩვენ პრაქტიკულად ვინყოფებით ან 1919 წელს, ან 1920 წელს. და აქ განსხვავებული შეხედულებები, მიდგომები ერთი ეტაპით არის გვერდზე და განზე გადასადრელი. მარტო მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია ციხეში არ იქნება, ხახტო ეს ყველაფერი თუ გაგრძელდა. ბევრი ვიქნებით, უფრო ბევრი შეიძლება იქ ვიყოთ. აქტიური ადამიანები, ვიდრე თავისუფლებაზე ან ქვეყნიდან გავვალთ. კი ბატონო. და დასამარდება ოცნება ევროპულ პერსპექტივებზე. არ მალავს ქართული ოცნება, დასაფასებელია უკვე ადრე თვალთვაგწობდნენ რა და მოხდა, სადაც უკვე ღია ანტიდასალური მესიჯებით გამოდიოდა და ეკა კვესიტაძეს აღარ ატყუილებენ. ეკა კვესიტაძეს ეუბნებიან, რომ ჩვენი გეზი არის პრო-რუსული. დავუფასოთ. ეხლა არის ჯერი ჩვენზე. რას ვაკეთებთ? მე გითხარით, რას ვაკეთებთ ნაწილი? დაწმუნებულობას ხვევით აკეთებენ, რომ კი ბატონო, მოდით ნახოთ რას აკეთებს ზურა ჯაფარიძე, ძალიან საინტერესო იყო თქვენი საუბარი ნიკა, ხო? მithumetes რა არის დავასრულებ, მართა საერთაშორისო არცია იგივე ყაზახეთთან დაკავშირებით არც ისეთი ოპტიმისტური მდგომარეობაა, ბევრს მგონია, რუსები აქტიურად მუშაობენ ყაზახეთთან ეხა, რომ მოკავშირედ შეინარჩუნონ. ჩვენ ხელისუფლება ბუნებრივი ამინათობით ნაბიჯს არ დგამს. მithumetes ეხა მთელი ევროპა არის გაზპრომის ბადეში გახვეული და ეშინია გერმანელს, ფრანკს, გერმანელი, რომელიც 55%-ით არის დამოკიდებული რუსულ გაზზე, როცა უნდა უკეტავს, როცა უნდა უხსნის საცავები რო არ შეავსოს და ზელენსკის ევაჭრებიან დღეს, რომ ხერსონაზე შენ არ მიიტანო იერიში, პუტინი აი ამ დასავლელი ლიდერების მეშვეობით ცდილობს და ღმერთთან დაიფაროს ეს მოხდეს, რომ ხერსონაზე შეტევა არ ბევრი ფაქტორი არის, რომელიც თამაშდება. მსგავსი მოწოდება არ ყოფილა იქ, რომ ხერსონზე. არა, მე გეუბნებით. ხო. რეალურად ევროპისთვის, რომელთან ნაწილი 80%-ით არის დამოკიდებული რუსულ გაზზე და მუშაობენ, ჩვენ არ მუშაობთ. ჩვენ ნელი სიკვდილით, აი თითქოს დარიშხანი გვაჭამეს ყველას და ნელი სიკვდილით გვდებით. გესმით? და ერთი და იგივე სკეთებით, აუცილებლად გავალთ ერთი და იგივე შედეგზე. რა უნდა გავაკეთოთ? კონკრეტული გეგმა მიხეილ სააკაშვილსაც 2013 წლის 23 ნოემბერს არ ქონია და 2013 წლის 23 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გეგმით არაპირებდა პარლამენტის შესვლას. იქ არ შესულიყო ერთ-ერთი პარტია, არ მინდა დავასახელო ვინ შევიდა, ხო, ოპოზიციური პარტია, ხო? იქ შესვლას არაპირებდა ნამდვილად არც მიხეილ სააკაშვილი და არც ხე, მაგრამ როდესაც უკვე შევარდნაძემ დაინახა ყველაფერს სონი გააკეთა იმ პარტიაზე და ანუ ლეგიტიმაციას ახდენ და მოხდა ეს რაც მოხდა და მიიღო ინგლისელი როგორც ამბობენ, ათქო, ანუ სახელდახელოდ გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმა და ისტორიულ გამარჯვება მოგვიტანა ჩვენ. ასეთი გადაწყვეტილების მიღება ჩვენ მოგვიწევს ეკა. სახელდახელოდ. ოღონდ არა ივლისში გაწერილია 14 ოქტომბერს ეს მოხდება. მაგრამ იმ კონკრეტული დღისთვის მზად უნდა ვიყოთ და არ შემიძლია არ დავასრულოთ. უნდა ვიყოთ, ბევრი უნდა ვესწავლოთ ერთმანეთს. იმიტომ რომ თქვენ როგორც ლიდერი მზად ხართ? 2009 გადაწყვეტილების მოკლედ წლების განმავლობაში. მე 2019 წლის 20 ივნისად მზად ვიყავი, მაგრამ სახვიდან ვერ გამოდიოდი 5 დღე. ოპოზიციიდან და კრიტიკული მედიიდან კაცი არ იყო დარჩენილი, დედას რო არ მაგინე და ეს რა გავაკეთე. ბოდიში უნდა თქვა 2019 წლის 20 ივნისს არ იყო არც ერთი პრაქტიკულად ოპოზიციური პარტიის ლიდერი და ყველას არ ეხლა კრიტიკული მედიის წარმომადგენლები, რომ ეს რა იკადრა მელიამო და სახვიდან ვერ გამოდიოდი 5 დღე ნამდვილად. მაშინაც მზად ვიყავი და ამიტომ უნდა ვისაუბროთ ერთმანეთში ბევრი რომ თეთრი ხელთათმანები ჩვენ დიდ გამარჯვებას ვერ მოვიპოვებთ და ისი არ მოხდეს რომ ჩვენს რიგებში გადავწყვეტ ბრძოლაში მორალური ბევრი პოლიციელი გაჩნდება და დედა ეს რა გააკეთა ნიკა მელიამმა რომელიღაცა სხვა პარტიის წარმომადგენელმა თავმჯდომარემ როდესაც ამ მონსტრს ვებრძვით. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ნიკა მელია იყო ჩვენთან.